გორის მუნიციპალიტეტში ნარკოტიკების მოხმარების ზედოზირების გამო 5 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ორი კვირის სტატისტიკა TV მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაცია ნაბიჯი მომავლისკენ ხელმძღვანელმა ქეთევან ბიძინაშვილმა გაუმხილა. ის ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით მუნიციპალიტეტში და მთლიანად შიდა ქართლის რეგიონში ნარკომომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა. იგი იმ პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობს, რამაც შესაძლოა ზედოზირების გამო გარდაცვალების შემთხვევები თავიდან აგვაცილოს. ცნობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო თითქმის ყოველკვირეულად აკავებს ნარკოდანაშაულში მხილებულ ადამიანებს, სახელმწიფო განსაკუთრებით მკაცრი კი ნარკორეალიზატორების მიმართ არის. თვითონ რეგიონში, ისევე როგორც მთლიან საქართველოში არის ურთულესი სიტუაცია ნარკოტიკების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ნარკოსცენა ძალიან მრავალფეროვანია, შესაბამისად ნარკოტიკის მომხმარებლები საკმაოდ ბევრია და ბოლო პერიოდში იმატა ზედოზირების შემთხვევებმა, ანუ ნარკოტიკებით გამოწვეული ზედოზირების შემთხვევებმა, რომლებიც ჩვენი მოსაზრებით უფრო არის დაკავშირებული იმასთან, რომ მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება რა სისუფთავისა ამის განსაზღვრა ვერ ხდება. ასევე არის ნასვამ მდგომარეობაში მოხმარება და ეს ორი ნივთიერების ერთდროული მოხმარება იწვევს ხოლმე ნარკოტიკის და ალკოჰოლის მოხმარება იწვევს ხოლმე ზედოზირებას. ზედოზირების გარდაცვალების 5 შემთხვევა გვქონდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ეს არის ძალიან მძიმე სტატისტიკა, ეს არის ქალაქ გორის სტატისტიკა სამწუხაროდ და მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტარდება საინფორმაციო საგანმანათლებლო მუშაობა, ხდება ნალოქსონის პრეპარატის დარიგება ორგანიზაციის მიერ, რომელიც გამოიყენება ზედოზირებიდან, ასე რომ ვთქვათ, გამოსასვლელად, ხო? ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებმა არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, ან მარტო მოიხმარს ადამიანი და ვერ ასწრებს, რომ საკუთარ თავს დაეხმაროს. ესეც არის კანონის გამკაცრებით ხდება ხოლმე საერთოდ ნარკოტიკის მოხმარება ჯგუფური პროცესია და ხდება მიტოვება. ხშირ შემთხვევაში, რადგანაც ეშინიათ, რომ დაისჯება. ამის გამო ამ თვალსაზრისითაც ალბათ ძალიან ბევრი სამუშაოა, იმიტომ რომ მხოლოდ საინფორმაციო საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება, ნალოქსონის დარიგება, როგორც ჩანს, თუ მარტო მოიხმარს ადამიანი ნარკოტიკს, ამ შემთხვევაში არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის 112-ში დარეკვა. უნდა მოხდეს სასწრაფო დახმარების გამოძახება და გარშემოყოფმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ პირველადი დახმარების წესები. ჩვეულებრივი წესებია ისეთივე, როგორიც ნებისმიერ, ვთქვათ, პირველადი დახმარების დროს ისწავლება. პირველი აუცილებელი ეს არის ზარი 112-ში, სასწრაფო გამოძახება და პირველადი დახმარება სუნთქვის გაჩერების დროს რაც ხდება. აი ეს არის რა, რასაც ასწავლიან, ზოგადია აბსოლუტურად. ახალი ნარკოკანონმდებლობა, რომელიც დაინიცირდა და შემოვა, ეხლა უკვე ფაქტიურად მოქმედებაშია. ჩვენ არ ვიცით რას მოიტანს, იმიტომ რომ ერთ-ერთ პუნქტად ჩადებული არის იძულებითი მკურნალობა. თუ ეს იძულებითი მკურნალობა ან გამკაცრება გამოიწვევს იმას, რომ ბენეფიციარებს უფრო მეტად გაუჭირდებათ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მინდა გითხრათ, რომ ეს ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით ძალიან მძიმე იქნება, არა მხოლოდ შიდა ქართლისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.